გონკის წინ უკანასკნელი რჩევა მიიღო მწვრთნელისაგან გივი მუხაძემ. მოლდაველი გრუშევსკიც მზად არის. იგი სპორტის ოსტატია და დიდი შეუპოვრობით გამოირჩევა. გივი მუხაძე უფრო ტექნიკური ატლეტია. მისი ყოველი მოძრაობა, ყოველი ნაბიჯი გააზრებულია. გრუშევსკის სამიერი უყურადღებობა და იგი ნოკდაუნშია. გაიმარჯვა მუხაძემ. მაღალი ტემპით დაიწყო ბრძოლა სპორტის ოსტატმა გივი დარბაისელმა. არც მისი მეტოქე კალოშინ ჩამორჩება. თავარია ვინ ვის მოასწრებს დარტყმას, ვინ ვის გააფრუებს უფრო ადრე. დარბაისელს გაცილებით უფრო მწარე უკმეხი ხელი აქვს. გამარჯვებაც მას მიეკუთვნა. მოლდაველი ბულბას მოწინააღმდეგეა სპორტის ოსტატი მიქაელიანი. თბილისელს გადაწყვეტილი აქვს ბრძოლა სწრაფად დაამთავროს. ძლიერი აღმოჩნდა მიქაელიანის დარტყმა. ბრძოლის გაგრძელება უაზროა და აი მართლაც მწვრთნელ მამის ნიშნად რინგზე პირსახოცი შემოაგდო. გამარჯვება ამჯერადაც საქართველოს მოკრივეს ერგო. კონსტანტინე ბაბახინიდი და მისი მოწინააღმდეგე ნიკოლოზ შემანსკი მძიმე წონის მოკრივეები არიან. მათი ბრძოლა მოუქნელია, სამაგიეროდ დარტყმები უფრო მძიმე. უპირატესობა მთლიანად თბილისელის მხარესია. შემანსკი კიდევ ერთხელ ნოკდაუნში. ბრძოლა დამთავრდა. მეტოქეები კვლავ მეგობრებად რჩებიან. ალამი აღმართეს ჩვენი ქვეყნის ცნობილმა სპორტსმენებმა. რივი. რინგზე არიან რობერტ კალაჯევი საქართველოს და მუხსუმოვი აზერბაიჯანი. გაიმარჯვა კალაჯევმა. საქართველოს წარმომადგენელი გივი დარბაისელი შეხვდა აზერბაიჯანელ სპორტსმენს ასლანიანს. დარბაისელმა ძლიერად ჩაადარა შეხვედრა და დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწია. დიდი სპორტული ინტერესი გამოიწვია თათეოს მიქაელიანის საქართველოს და გრიგორიევის აზერბაიჯანის შეხვედრამ. მიქაელიანმა თავიდანვე ხელს უდო ინიციატივა და სუფთად მოიგო ეს ბრძოლა. გამარჯვებულებს გადაეცათ ჯილდოები.